როგორ დავამთავროთ პირადი ურთიერთობა ტკივილის გარეშე. ყველანაირი განვითარება არის მტკივნეული. პირად ურთიერთობებში არ იქნება ასეთი ინტენსიური პრობლემები, თუ ერთმანეთს ვეტყვით, რომ მე აქ ვზარალდები. როცა ემოციური შიმშილი არის, სექსი შემომაქვს საკვებად, რომ მე მივხვდე, რომ საჭირო ვარ. იცი რამდენი ხალი კითხულობს, ყოფილზე სექსიც კი ადარებ. ესე ეკითხებიან, როგორი სექსი ქონდა პარტნიორთან? სამბო. კი. რატომ? რომ მე მივხვდე რა, სად ვარ კარგი და სად შეიძლება არ ფულია ურთიერთობიდან წამოსვლა, როცა სექსია კარგი. ჩემს საყვარელი კითხვა არის, რა მომენტში გრძნობ, რომ მეცოდება საკუთარ თავს. მე არ მინდა მეგობრობა. მე არ ვთვლი, რომ ყოფილთან უნდა ვიმეგობრო. ემოცია გათიშული კაცის მიღმა დგას დისფუნქციური ოჯახი და დედა. ადამიანი მოდის ზრდასრული, რომელსაც აქვს განცდა, რომ იცნობს საკუთარ თავს. რეალურად არ იცნობს. იცნობს იმ ვერსიას, რაც შესთავაზეს, რომ უნდა იყოს. სულ მეს რო იძახი, ერთხელ ჩემზეც იფიქრეო რა. ამის წინა ურთიერთობა რომელიც იყო, ჩემთვის იყო, აი 2 და 5-ზე რო უსმენ voice, ეგრე აჩქარა ჩემი განვითარება რა. მაშინ ხარ კარგი ფსიქოთერაპევტი. როცა შენზე კლიენტი ცოტა ღიზიანდება და ბრაზობს. საინტერესო რაღაც მინდა რომ გაგიზიარო, ეხლა ბოლო 3 დღის ქმედება, რაც ძალიან ცოტა მეგობარმა იცის ჩემმა.